ესეთი გაშლა უნდა შემოგთავაზოთ ახლა მეგობრებო, ეს უკვე ჩემი ინიციატივით არის. რა გეგმები აქვს თქვენთან მიმართებაში? მგონი ყველას ძალიან დააგაინტერესებთ ეს თემატიკა, იმიტომ რომ ძირითადად ურთიერთობების თემატიკა ყველა რეკორდებს ხსნის თქვენგან მომდინარე, რაც მე ნახე და ვხედავ ყოველდღიურობაში. ჩაიფიქრეთ თქვენი პიროვნება, თქვენი თავი და გავიგოთ რა გეგმები აქვს თქვენთან მიმართებაში, რაც იცით, რაც არ იცით და საერთოდ იფიქრეთ თქვენ თავზე, თქვენ პარტნიორზე, დაიდეთ გვერდით ჭიქა, ჩაი იქნება, ყავა იქნება, მოკალათ თით და მოусმინეთ მის გეგმებს ახლა. თუ ყოველ შემთხვევაში მიხვდებით რომ თქვენზეა ეს გაშლა, ბოლომდე უყურეთ, უსმინეთ, გაშლა არის ორივე სქესისთვის, თქვენ თავზე მოიგეთ ხოლმე როცა ვსაუბრობ. მე ხარ თქვენ იმისთვის რომ მიხვდეთ, რამდენად თქვენია ეს გაშლა, რა ენერგიებში ხართ ახლა თქვენ. დიდი კარმული პერიოდი გაქვთ, ღმერთო, ძალიან ესე იგი ძალიან რთულ და მნიშვნელოვან ეტაპს გადიხართ კარმულად ახლა თქვენი ცხოვრებისას. ეს არის მე-20 მაღალი არკანი, რომელიც პირდაპირ ამ კარტ ტაროში აწერია, რომ კარმის კარტია, ანუ კარმული თქვენი გაკვეთილი ერთგვარი, გადასალახავი პერიოდი თქვენი, გაზრდის პერიოდი თქვენი, მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმის პერიოდი, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პერიოდი, რომელიც გინდათ თქვენ, არ გინდათ, მოგწონთ თუ არ მოგწონთ, ეს პერიოდი მაღალი არკანია და ყველა ვარიანტში გექნებათ გასავლელი, გადასალახი, რაღაცა ჭკუის სასწავლებელი, რაღაცა მისაღები ინფორმაცია თქვენი წინაპრებიდან, თქვენი ასე ვთქვათ, იმ ადამიანებიდან, ვინც თქვენზე ზრუნავს და უნდა რომ მოგაწოდონ ინფორმაცია და მიიღოთ რაღაცა განათლება და გაზრდა ფსიქოლოგიური იქნება, მენტალური იქნება, წინსვლა იქნება, ძალიან მნიშვნელოვანი კარტი, ანუ ყველა სფეროს ეხება ეს კარტი, ესე კონკრეტულად ახლა ერთ სფეროს ვერ დაგისახელებ და ვერ გეტყვით, მაგრამ მეორე მაღალი არკანი, რომელიც არის ну жрица ასე ქვია საიდუმლო ქალი, მოკლედ რომ გითხრათ, შეიძლება მესამე თვალის მქონე ადამიანი ქალი, რომელიც ძალიან კარგად ერკვევა ეზოთერიკაში, ტაროლოგიაში, ნუმეროლოგიაში, ფსიქოლოგიაში, ძალიან კარგი ასე ვთქვათ, დამხმარეა რაღაცა ადამიანების ან ვიღაცებისთვის და რაღაცნაირად გზას უყვალავს ამ ქვეყნის და იმ ქვეყნის ამბებს შორის. შეიძლება ჩემი კოლეგებიც ამ კარტით უყურებდით ახლა ამ გაშლას არ არის გამორიცხული, იმიტომ რომ ეს არის მესამე თვალის მქონე ადამიანი, კარგი შეგრძნებებით, კარგად განვითარებული ეზოთერიკული რაღაცა მიმდევრობით, ასტროლოგია, ფსიქოლოგია, ტაროლოგია, ნუმეროლოგია, კიდევ ერთხელ ვიძახი, რაღაცა რიტუალების ჩატარება შენ თავზე, სხვის ცხოვრებაზე, ну შენ თავზე როგორც მინიმუმ პატარ-პატარა რაღაცა რიტუალები და ამ თემასთან დაკავშირებით მუშაობა, ფინანსის გამომუშავება იქნება ეს, თუ მუშაობა იქნება ის, რომ იზრდებით თქვენ როგორც ასეთი ტაროლოგი, ფსიქოლოგი, ასეთი ეზოთერიკის წარმომადგენელი, თუ თქვენზე არ არის ეზოთერიკა და ტაროლოგია და უმეტესწილად ასეთი ხალხისთვის იქნება ეს გაშლა, იმასაც გეტყვით და მეც მყავს ჩემი რამოდენიმე ტაროლოგი, მიუხედავად იმისა, რომ კარტების ნაკლებობას სახში არ ვუჩივი და ჩემ კოლექციაში, ასე ვთქვათ, და შემიძლია ჩემ თავზე ვშალო, ჩემ თავზე დიდი ხანი აღავშლი, თუ ვინმეს გაინტერესებთ, მაგრამ რამოდენიმე 4-5 მაქსიმუმ კონკრეტულად ტაროლოგები მყავს, ვინც ვიცი რომ ყოველთვის ჩემ სიტუაციას ასე თუ ისე მეტყვის რაღაც საჭირო ინფორმაციას და მათ გამღებლობ და არ არის ესენი არც ერთი ქართველი ტაროლოგები, ამასაც დავაკონკრეტებ, თუ ვინმეს გაინტერესებთ. მოკლედ, შეიძლება ვინმესთვის, ჩემი კოლეგისთვის ვარ ასეთი ტაროლოგი და ძალიან მოხარული ვარ თუ რამე ინფორმაციებს შემგანღებულობთ ხოლმე და მადლობა თქვენ ამისთვის. ლაიკები არ დაგავიწყდეთ, მაინც კოლეგიალურობის მიხედვით, კოლეგიალურობის გან იცით თქვენ რომ საჭიროა ეს ყოველივე ენერგოცვლისათვის.
თუ ეზოთერიკასთან ნაკლები შეხებები გაქვთ, მაშინ გეტყვით, რომ უბრალოდ რაღაცა საიდუმლოების ამოხსნის პროცესი გაქვთ ცხოვრებაში, რაღაცეებს უნდა მიხვდეთ, რაღაცეები გაანალიზოთ, კარგულად გაიზარდოთ, ფსიქოლოგიურად გაიზარდოთ და ჩამოყალიბდეთ რაღაცა ზრდასრულ პიროვნებად და ადამიანად. ამ თემასთან დაკავშირებით მუშაობთ უკვე და არ ვიცი, წარმატებას რამდენად აღწევთ და არ აღწევთ, მაგრამ ენერგეტიკულად აი ესეთ რაღაცა ფსიქოლოგიურ ძალიან დიდ კარმულ პერიოდს აჩვენებენ თქვენი ცხოვრებისას. ნუ ხვდებით, რომ თქვენზეა გაშლა, მაშინ ნახოთ თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება, ესე იგი, რა გეგმების არის თქვენთან მიმართებაში. ჯერ ვინ ხართ მისთვის ის გავიგოთ. რას წარმოადგენთ, რა გრძნობები აქვს თქვენთან მიმართებაში, მერთო, ანუ წარმოუდგენელი კარტია, მართლა უმეტესობა ალბათ ეზოთერიკაში გადავარდნილი ადამიანები თქვენი წყვილებიანად ბრძანდებით, იმიტომ რომ ჯერ ხო 3 კარტიდან 3 მაღალი, 2 მაღალი არკანი ამოვიდა თქვენ ეხლანდელ მდგომარეობაზე და მისთვის ვინ ხართ? ხართ უზომოდ მნიშვნელოვანი მისი ცხოვრების პარტნიორი, მისი კარმული პარტნიორი, 6-იანი მაღალი არკანი შეყვარებულებით და ეზოთერიკებს აღარ განუმარტავ რა კარტია და რას ნიშნავს, დაკიდებულია თქვენ შორის ურთიერთობა და რაღაცა მსხვერპლს შეწირვის მსხვერპლად გრძნობს თავის თავს, აი ამ სიყვარულის ურთიერთობაში შესაძლებელია მესამე მხარე არსებობს თქვენ ურთიერთობაში, ვინაიდან ამ ტაროში არის ფონად სხვა ქალი და რაღაცა არჩევანის წინაშეა ეს პიროვნება. უყვარხართ ძალიან დიდი მნიშვნელობის ადამიანი ხართ მის ცხოვრებაში, სულიერების ამამაღლებელი გურუ ხართ, მასწავლებელი ხართ, მიმდევარი ხართ, რაღაცა სულიერების ქრისტიანული მდგომარეობით მიმდევარი ხართ მისი და მასწავლებელი ხართ რაღაცა აი როგორ არის სწორი და როგორ არ არის ყველაფერზე თვალს უხელთ თუ ამ ქვეყნიურ და იმ ქვეყნიურ ღირებულებებზე თვალს უხელთ თუ თქვენი გაცნობის შემდეგ საერთოდ წარმოდგენა სხვა ადამიანზე მე ასე ხარისხოვანი გახდა და აი ესეთი მნიშვნელოვანი თემატიკა გახდა თქვენ ურთიერთობაში, აი ეს ამაღლებული რაღაცა მდგომარეობა, ნუ წარმოუდგენლად ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნება ხართ უეჭველი 200%-ით ეს და არა 100-ით. თუმცა თქვენ შორის ურთიერთობა ეხლა არის თავდაყირა, სხვა პოზიციიდან გიწევთ და მას კონკრეტულად უწევს თქვენი აღქმა და კიდევ უფრო სხვა თვალით გიყურებს და კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა თქვენმა ურთიერთობამ, მაგრამ გაშეშებულია ურთიერთობა. მას არ აქვს საშუალება იმოძრაოს თქვენთან მიმართებაში რაღაცა თავდაყირა, კიდევ მეორე მსხვერპლის როლშია, სადაც შესაძლებელია ვიღაცა პიროვნებაც არა კეთილსინდისიერი და არა კარგი ენის ერეოდა თქვენ ურთიერთობაში. ნუ მისთვის რომ ძალიან მნიშვნელოვანი ხართ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ და ეს არის კარმული პიროვნება, თქვენი კარმული პარტნიორი, რომელმაც უკვე გაათვისნობიერა რაოდენ დიდი ღირებულება გაქვთ მის ცხოვრებაში და როგორი საყვარელი ადამიანი ხართ და როგორი კარმული და ეს გადაწყვეტილება, რომელიც თქვენ გაცნობამდე სულ სხვა ცხოვრება ქონდა და თქვენი გაცნობის შემდეგ ცხოვრება საერთოდ ამოუტრიალდა ესე თავდაყირა დაუდგა როგორც ეხლა არის გაშეშებულ მდგომარეობაში, მაგრამ სრულიად სხვა 180 გრადუსით უყურებს უკვე თქვენ პიროვნებას და თავის ცხოვრებას, ეს ყველა ვარიანტში კიდევ ვიმეორებ, ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი ხართ მისი, რომლის გაცნობის შემდეგ სრულიად სხვანაირი გახდა მისი ცხოვრება, მისი ფსოთხედელობა, მისი აზროვნება, მისი ქმედება ყოველდღიური, სრულიად სხვა ფასეულობები აქვს ახლა მას, ვიდრე ქონდა თქვენ გაცნობამდე. რა გეგმები აქვს თქვენთან დაკავშირებით, რომ მოვასწრო ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო გაშლა გამოგვდის. ძალიან კარგი გეგმები აქვს. მართალია რაღაცა ტყუილის და აფერისტობის რეჟიმი აქვს, ან ქონდა თქვენთან მიმართებაში და რაღაცას ხიტრობდა, ესე ვთქვათ, რაღაცას თავისოთ რომ მის კეთილდღეობისთვის თქვენთან ურთიერთობაში. რაღაცა რომ გამოსულდა, შეიძლება რაღაცა პატარა დაგიფარათ, დაგიმალათ, არ იყო ბოლომდე გულწრფელი, რაღაცა მოგატყუათ ყველა ვარიანტში, იმიტომ რომ 7-იან ხმალი ეს არის სათავისოთ რაღაცა მიმართული მისთვის რომ დადებითად გადაწყვეტილიყო თქვენთან ურთიერთობაში, ასეთი ტყუილი. ემოციები აქვს და ექნება უზადოდ დიდი ტუსტასია თასი, რომელიც სიყვარული
და ემოცია გადმოდის ამ თასიდან. რაც შეეხება გეგმებს, გეგმები აქვს სტაბილურობის, ოჯახური 10-იანი პენტაკლი, ეს არის ოჯახური ღირებულებების შექმნა, წარმოქმნა ტრადიციებით და აი ამ გზაგასაყარზე არის. ეხლა როგორ მიმართოს ეს ყველაფერი, როგორ დაიცვას თავისი ინტერესები თქვენთან მიმართებაში და აი ამის შედეგს, ასე ვთქვათ,